ხალხო რანაირად ჩინურ რესტორნებში და ზოგადად აზიურ სამზარეულოში გამოსდით ეგრე გემრიელად საქონლის ხორცის მომზადება. რბილია, გემრიელია, წვნიანია. გაინტერესებთ? მეც მაინტერესებთ, ამიტომ ახლა გასწავლით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგჭირდება საქონლის ხორცი. მე წინასწარ დავჭერი უკვე ეგეთი პატარა ნაჭრებად და დავიწყოთ უკვე მომზადება. ჩვენ დაგჭირდება სოის соуსი, 1 კვერცხი ოღონდ გულის გარეშე, ანუ მარტო ცილა, შავი პირპილი და ბოლოს გამოფხვიერებელი და სახამებელი. ზუსტ პროპორციებს დავწერ აღწერაში ვიდეოს ქვეშ. ეხლა ეს ყველაფერი ძალიან კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავტოვოთ 1 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, რომ დამარილდეს. სანამ ჩვენი ხორცი იქნება მზად, მოდით წინასწარ მოვამზადოთ соуსი სპეციალური. соусშიც დაგჭირდება სოის соуსი, ისევ და ისევ მოპარული შაქარი, ოდნავ ხამანწკების соуსი, ისევ დავამატოთ სახამებელი და სულ ოდნავ წყალი. ესეც კარგად შევურიოთ. და ჩვენი соуსი მზად არის. სანამ ტაფად ცხელდება, ჩვენ დავამატოთ ჩვენ ხორცში ოდნავ ზეთი და ავურიოთ კარგად იმისთვის, რომ ხორცი ერთმანეთს არ მიეწებოს და უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მომზადება, გადავინაწილოთ ხორცი კარგად გაცხელებულ ტაფაში. როცა ხორცი მზად არის 80-90%-ზე, მოხსნათ ცეცხლიდან. ეხლა კი ყველაზე გემრიელ ნაწილზე გადავიდეთ. აქ მაქვს წინასწარ დაჭრილი ჯინჯერი, ნიორი და მწვანე ხახვი. ესეც დავბრაწოთ მაღალ ცეცხლზე, იქამდე სანამ თავის გემოებს და თავის სუნებს არ გამოუშვებს. სულ ცოტა ხანი უნდა, ამიტომ დავაბრუნოთ უკვე ჩვენი ხორციც უკან. კარგად ავურიოთ და რა თქმა უნდა, ბოლოს ვამატეთ ჩვენ მომზადებულ соуს. ოდნავ დავბრაწეთ ჩვენი ხორცი უკვე соуსში და ჩვენი ბოლო შტრიხი იქნება რა თქმა უნდა მწვანე ხახვი. ეგ არის ჩვენი ურბილესი და უგემრიელესი ჩინურად მომზადებული ხორცი მზად არის. არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა უფრო მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის.